დღეს ქალაქ თელავში სასტუმრო ალაზნის ველის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროექტი ხელმისაწვდომი გარემო გზა დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის. პროექტი დაფინანსებულია საჯარო პოლიტიკის ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში პროექტის ფარგლებში, რომელსაც ანხორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით. პროექტს ასევე მხარს უჭერს კახეთის სამხარეო ადმინისტრაცია და მუნიციპალიტეტები. საჯარო პოლიტიკის ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს USAID, ჩვენი ორგანიზაციამ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა დააფინანსა აღნიშნული ორგანიზაცია და პროექტის ფარგლებში გამოიცა ქართულ-ინგლისური კატალოგი, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, რათა გაიგონ თუ რომელი სოციალური შენობა არის ადაპტირებული ან ნაწილობრივ ადაპტირებული. ფიქრობთ და დარწმუნებული ვართ, რომ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა ამ პროგრამის ფარგლებში და ხელს შეუწყობს ეს ინკლუზიური ტურიზმის განვითარებას კახეთის რეგიონში და დიდი იმედი გვაქვს, რომ გაგრძელდება მუშაობა ამ მიმართულებით, სულ შემოწმდა 300 ობიექტი, საიდანაც 30-მდე ხელმისაწვდომი და ნაწილობრივ ხელმისაწვდომი აღმოჩნდა, რომელიც არის ამ კატალოგში შეტანილი და დიდი სურვილი გვაქვს, რომ კახეთის რეგიონში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესის წარმომადგენლების და აგრეთვე ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით და მხარდაჭერით აღნიშნული ობიექტების სია გავრცელდება. კახეთის რეგიონის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციის ცენტრი არსებობს 2008 წლიდან, თუმცა ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციაში 5 წელია რაც სულ მუშაობთ და ეს პროექტი დაიწყო ამ წლის მარტის თვეში და იყო 6 თვიანი. თელავში შევამოწმეთ ჩვენ 32 ობიექტი, აქედან სრულად ადაპტირებული არც ერთი არ არის, თუმცა გამოიყოფა ობიექტები, რომლებიც შედარებით ადაპტირებულია, ან ბუნებრივად ადაპტირებულია, მაგალითად შემიძლია გითხრათ, ბუნებრივად ადაპტირებულია მესამე აფთიაქი, რომელიც ჩვეულებრივ შეხვალთ, დახლებით ისეა განთავსებული, რომ სიმაღლე კარგია, არის კიდევ პროფესიული კოლეჯი, რომელსაც პირველ სართულზე შეიძლება სარგებლობა პანდუსით არის აღჭურვილი და არის სპეციალურად აღჭურვილი საპირფარეშოებით. ამ ორგანიზაციაში უკვე 1 წელიწადნახევარი არის. ბევრი არაფერი რეალურად, მაგრამ მიდგომის თვალსაზრისით ამ პრობლემებთან ეტყობა, რომ რაღაც სრულიად წინსვლა არის. ძირითადად კი, იმიტომ რომ მისადგომები შენობებთან არ არის. ქალაქშიც ტროტუარები ისე არ არის ადაპტირებული, რომ ყველგან მისვლა შეიძლებოდეს, ბორდიურები არ არის. ძირითადად რამდენიმე ადგილას არის მარტო ისეთი გადასასვლელი, სადაც შეიძლება გადახვიდე, გაკეთებული, თორე ისე ბუნებრივი ისინიც არის ხოლმე, ზოგადად შეიძლება ვთქვათ, რომ ბუნებრივად არის ისე მოძრაობს ადამიანი. თელავში 16 ოქტომბრიდან 23